მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მოკლედ ეს 1-2 დღეა ცოტა პასიურად ხო გაშლების კუთხით. სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად სამყაროს სივრცეს არ სურდა ჩაწერები გამეკეთებინა, იმიტომ რომ გუშინწინაც და გუშინაც შევეცადე რომ გაშლა ჩამეწერა, მაგრამ არ ვიცი, ადგილი იყო ტელეფონში, მაგრამ რაღაც საოცარი მოვლენის მოწმე გავხდი, არ შეინახა ვიდეო. უпростоრად შეინახა, მაგრამ რაღაც ძალიან მცირედი ნაწყვეტი. ეს მე არ ვიცი, ზედიზედ რატომ რისთვის კეთდება, ალბათ თავის დროზე გავიგებ პასუხს. მოგესალმებით ყველას ძვირფასებო, ნახოთ იმედი ამჯერად მაინც ჩაიწერება გაშლა და არ ვიცი, ვკითხოთ სივრცეს, რისი თქმა სურს ჩვენთვის, რატომღაც ეგვიპტური ტარო მოდის და მოდის კლასიკა. კლასიკას უნდა სიგნიფიცირება და ეგვიპტურ ტაროს ინფორმაციის გაშრალება. ძვირფასო ადამიანებო, რა მინდა გითხრათ ამასთანავე, ერთი რამ იცოდეთ, თქვენი სული, თქვენი სივრცე თუ მზად არის იმისთვის, რომ ჩვენი არხიდან გატარდეს მისთვის პირადად ინფორმაცია, სამყარო მოგცემთ იმის ყველანაირ რესურსს, რომ შენ მოხვიდე ჩემამდე და გააკეთო პირადი დიაგნოსტიკა. ანუ ადამიანები მოდიან წერენ და რატომღაც შემდეგ ხოლმე არის სიტუაცია, რომ იცი რა არის თანხა არ მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ფასდაკლებები ხო არ არის არხზე და ასე შემდეგ. ჩემო ძვირფასებო, ზოგადად ჩემთვის თანხებზე საუბარი მართლა არ არის მარტივი, თუმცა ეს არის პირდაპირ ასე ვთქვათ სამყაროსთან კანონზომიერების გამავალი ხაზი ჩემი მხრიდან, მithumetes, როდესაც მუშაობ საკრალურ ინფორმაციებთან. ფული არის ენერგომიმოცვლა, ენერგოდაბალანსება, ენერგიის დაბალანსების ყველაზე იოლი საშუალება, თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ ფული იოლად მოსაპოვებელია და რაღაცა ასეთი, არა. თითოეული თეთრი და თითოეული ყველაფერი ძალიან კაპიკი რო იყვიან, ყველანაირი პერიოდი მაქვს განვლილი და ყველა კაპიკის ფასი ვიცი. მე ამას არ ვამბობ, მაგრამ მერწმუნეთ, ის ინფორმაცია, რაც ტარდება შენი სულიერი სივრცის არხზე. პირად დიაგნოსტიკების დროს ჩვენი სისტემით ვინც კითხულობს, ყველაზე ხელმისაწვდომი არის ჩემს სივრცეში ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ვიყავ რომ მეც ვიყავი ისეთ სიტუაციაში, როდესაც მინდოდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ სულისგან, იმ ადამიანისგან, მაგრამ შესაძლოა იმ ეტაპისთვის ჩემთვის იყო ის თანხები იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი შეიძლება მქონოდა, ჩემთან ასე არ ხდება. ამიტომ მე მაქსიმალურად ვეცადე სამყაროსთან თანხმდრაში, რა თქმა უნდა, რომ ფინანსური ბარიერი, ვინც უნდა მოვიდეს ჩემთან, ყოფილიყო ისეთი, რომ ყველა შეძლებოდა ამისი გაკეთება, ვისთვისაც კი ეს იქნებოდა საჭირო და თუ შენ ამ ეტაპზე ის რესურსი არ მოგეპოვება, ესე იგი ჯერ არ არის შენი სული მზად იმისთვის, რომ მიიღოს ის ინფორმაცია, რაც ჩემგან უნდა იყოს გატარებული. თორემ მერწმუნე აუცილებლად, როდესაც შენი სული მომზადდება ამ ინფორმაციის მისაღებად, აუცილებლად მოგეცემა ფინანსური რესურსი ყველა ვარიანტში, აი როგორ არის იცით, მერწმუნეთ, არ არსებობს ფინანსური ბარიერი, რომელსაც სამყაროს ვეტყვივთ, ხო, წარვუდგენ
და ის შეიქმნება, ეხლა მე არ ვამბობ რაღაცა 2 მილიონიან სახლზე და 1 მილიონიან სახლზე საუბარი, თუმცა ეგ ჯერჯერობით სურვილში არ მაქვს. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, ფასდაკლებებს რაც შეეხება არ კეთდება ჩვენთან არხზე არასდროს. იმიტომ რომ ისეთი ფასებია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვინც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციის მიღები. ერთადერთ დღეს კეთდება 50%-იანი ფასდაკლება და ეს გახლავთ 4 ოქტომბერი, შენი სულიერი სივრცის დაბადების დღე. ეს მინდოდა გამეშხერებინა, ჩემო თბილებო და ტკბილებო, ზოგადად ჩემთვის ამ თემებზე საუბარი კიდევ ვამბობ ცოტა არაესთეტიურია მიწიერ დონეზე, თუმცა სულების დონეზე ეს არის აუცილებელი ბალანსის მდგომარეობა, რომელიც უნდა დავიცვა და სხვათა შორის ჩემს ბედის მატრიცაში ერთ-ერთი კარმა, რომ აი ეს ბალანსი დაუშვათ, ასე ვთქვათ, დათვური სამსახურის მდგომარეობა არ გაუწია ადამიანებს. მე რომ დაუშვათ ვიღაცა ადამიანს გავუწია დათვური სამსახური, დავარღვიო პირობა და ასე შემდეგ, ეს თანხებით ესე ჰაერიდან არ მოსულა, რაც აქვს დიაგნოსტიკებს, ეს ავტომატურად მესახებოდა თავში და იწერებოდა ავტომატურად გაშლებზე, გაშლის მიხედვით. ანუ ამიტომ ესეთი რაღაცა რომ შენ ამ ფასად ანუ არ არსებობს, ფასი არის სტანდარტი და იხდის ადამიანი იმ შემთხვევაში, როდესაც სამყარო მისურს ამზადებს იმ ინფორმაციისთვის, იმ კონკრეტული გაშლისთვის, რისთვისაც ფინანსურად უზრუნველყოფს იმ ადამიანს. დავასრულეთ ამ თემაზე საუბარი, იმედია გამიგებს ის ადამიანიც, იმიტომ რომ მე იქ პირად შეტყობინებაში პასუხი ამ თემაზე ესე ვრცლად არ გამიცია და ჩავთვალე, რომ ვიდეოში ვიტყოდი, სადაც ისიც და ყველა ადამიანიც მოისმენ და ვისაც ეს აინტერესებს. ნახოთ ეხლა სიგნიფიკაცია თქვენი, რა ხდება თქვენს ენერგიებში. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ შენ ხარ აბსოლუტურად ემოციურად გაწონასწორებული და დაბალანსებული ადამიანი, რომელიც შეიძლება მეგობრებთან კარგ დროს ატარებს, ესეთი რაღაც ხდება შენს ცხოვრებაში, სწავლა დაიწყე, ან გსურს ისწავლო და როგორ არის იცი, შეიძლება გიწევს რაღაცაი თუნდაც მეგობრების თავშეყრის ადგილიდან გასვლა, იმისათვის, ანუ არჩევანი გაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ განვითარებაზე, რაღაც ახალ საწყისზე გაკეთებული და აქ ასევე შესაძლებელია რაღაცა, იცი, შესაძლებელია შენი არჩევანის გამო, შენი თავის არჩევა რას ნიშნავს? ხო, ანუ საკუთარი თავის პრიორიტეტად დაყენება, ასე ვთქვათ, ხო? ამან შეიძლება გამოიწვია დაუშვათ თქვენი მეგობრების წრიდან გასვლა, თან ესეც არ გინდათ, თან გინდათ, რომ იქაც იყოთ დაუშვათ, ისწავლოთ კიდევაც, მაგრამ აი აქ ხართ რაღაც გაუგებარ მდგომარეობაში, გაუგებარ სიტუაციაში, საერთო ჯამში. საერთო ჯამში ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გაიძულათ და გასწავლათ ამ ყველაფერმა, ეს ყველაფერი თქვენმა წარსულმა სიტუაციამ, ძვირფასო ადამიანებო, რომლის ნახე ემოციურად ბალანსში ხართ, მაგრამ მენტალურად აი როგორ არის, იცი, თითქოს
გადადგით საბოლოოდ ნაბიჯი იმისკენ მენტალურად, ხო, ანუ მენტალური ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიიღეთ, მოდი ასე ვთქვათ, რომ თქვენი წარსული ცხოვრება, თქვენი როგორც იყო და რასაც ვერ აკეთებდით ადრე, აი ეს ყველაფერი, რასაც საბოლოო ჯამში აწერდით თქვენ უსუსურობას და ასე შემდეგ, რასაც შინაგანი კონფლიქტები გქონდათ, არ იცოდით რა იყო სწორი, როგორ იყო, აი ამ ყველაფრის ტრანსფორმაცია განულება მოხდა და ამის შედეგად მოხდა თქვენი შემდგრობა, როგორც თასების დედოფალი, ქალი, რომელიც არის ბალანსში ემოციურად, ქალი, რომელიც არის საკუთარი თავი აი სრულფასოვნად ყავს შეფასებული, არა ამპარტავნულად, არამედ მოდი ასე ვთქვათ, ობიექტურად ადამიანმა, რომელმაც ისწავლა თავის სიყვარული პირველ რიგში და მერე სხვა დანარჩენის. ეხლა ვიტყოდი, რომ თქვენთან არის რაღაცა ახალი ემოცია შემოსული და არ იცით ეს ადამიანი საერთოდ ფიქრობს რამეს, იმოქმედებს რამეს, არ იმოქმედებს რამეს, თან მარტო ხართ, მაგრამ ფიქრობთ ასევე, რომ მარტო ხართ ეხა აი რაღაცა თავს ხო არ ვიტყუებ, მე თქვენს თავზე ბრაზდებით და ესეთი რაღაცა არეული ემოციები, არეული ფიქრები კი გაქვთ, მაგრამ ემოციები ბალანსში გაქვთ მშვენივრად. აქ ვიღაცა ელოდება წარსული მამაკაცის ქმედებას განახლებული ფორმატით. მაგრამ თან ამბობს, რომ ისე როგორც იყო, ისე ვეღარ დაბრუნდება, გამიგეთ? თუ იცანით თქვენი თავი, გავაგრძელოთ გაშლა. თქვენ ალბათ უკვე იცით რა ქვია ვიდეოს, მოდი ახლა გავარკვევ გაშლის პროცესში, რას დავარქმევთ ვიდეოს. რას უმზადებს სამყარო? ამ ადამიანს, აი კონკრეტულად რას უმზადებს უახლოესი მაქსიმუმ 2 თვის მანძილზე. რას უმზადებს სამყარო ამ ადამიანს უახლოესი 2 თვის ვადაზე. წამი. გასაგები, გეტყვით ახლა ერთ წამი. ჩემო ძვირფასო ადამიანებო. თქვენ 2 თვის ვადაზე, როგორი რაღაცა იცით, თითქოს აი სადაც ხართ ახლა მაგ კომფორტის ბრჭყალებში, ზონაში, უკვე კომფორტულად გრძნობთ თავს, მოდი ესე ვთქვათ რა. ოღონდ რა თქმა უნდა ბრჭყალებში. მაგ კომფორტის ზონიდან გამოსვლა გელოდებათ, მაგრამ ნახეთ რა სიტუაციაა. თქვენ ახლა სადაც ხართ, ფიქრობდით რაღაცა სუფთა სიყვარულზე, ახალ სიყვარულზე და ასე შემდეგ, ახალ ემოციებზე, შეიძლება ოცნობობდით კიდევაც და გაანალიზეთ, გასუფთავდით, მოდი ასე ვთქვათ, ამ დაკიდულ მდგომარეობაში, სადაც არც თუ ისე ცუდად იყავით, აქ ეს არკანი ასე აჩვენებს ამ სიტუაციას, მაგრამ თქვენ, როგორ არის იცი, თქვენთან შემოვა რაღაცა ახალი ემოცია, არ შემოსილია, მაგრამ ამისგან ცდილობთ გაქცევას. აი, ცოტა მენტალში გაქვთ, ხო გეუბნებით, ემოციებში დაბალანსებული ხართ და მენტალში მიდის განულების პროცესი და აქ მაჩვენებენ, რომ ეს იქნება ბოლო გარბენა, აი, თითქოს ეცდებით, რომ გაექცეთ ამ თქვენს ახალ ემოციას, შეეცდებით, რომ გაექცეთ, მაგრამ აგერ მაღალი ძალები მოდიან და გიჭერენ.
აბა მოიცადე, როგორც კი თქვენ აი ხომ მოგცეს გზა უკან გამოიქცევით, თითქოს ისე რომ არიცით სად გამოგზავნით, მაგრამ თითქოს უკან დაიხებთ, მაგრამ პირდაპირ მაღალი ძალები მოდიან და დაგიჭერენ, მოიცადე, გენაცვალე, მოიცადე, ახლა გაჩერდი, გეტყვია. ეს არის შენი ცხოვრების ახალი ეტაპი და სივრცე პირდაპირ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თქვენ ქმედებით არ იმოქმედებთ პირიქით. ამას დაემალებით, შეეცდებით, რომ თავი დაიძვრინოთ ამ ემოციისგან. მაღალი ძალები მოგცემენ ძალას, რესურსს, რაღაცას გააკეთებენ ისე, რომ სივრცე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაგაჩეროს. და ასე ვთქვათ, თქვენში აი ეს დაამშვიდოს ის მდგომარეობა, რომ სულ აი მზადყოფნაში იყავით, რომ რაღაცა საფრთხე ხო არ მემუქრება. იმიტომ რომ და ამას რა დაამშვიდებს, იცით? გადაწყვეტილება რაღაცა რა მოხდება? რა მოხდება, ჩემო კარგებო და იცი რა მოხდება? ადამიანი, რომელიც გაჩერებული იყო, მოიცადეთ აქ რა ხდება. ადამიანი, იცი რატო შეეცდებით უკან დაბრუნებას? აქ თქვენი ვიღაცა წარსული ბრუნდება. რომელიც და გაჩერებული იყო. და მაღალი ძალები აი აქ დაგიჭერენ, რომ ისე უკან არ დაბრუნდე. ბიჭა, ეს წარსულს გაურბის თუ ახალს? არა, ნახეთ ახლა აქ რა სიტუაცია, სურათი აბსოლუტურად შეიცვალა, ჩემ ჯერფასებ უფრო გავერკვია. ნახეთ აქ რა ხდება. თქვენს ცხოვრებაში გამოაგზავნიან ახალ ემოციას, ახალ სიყვარულს და ასევე, როდესაც აი ამაზე გადაერთვებით, ბრუნდება თქვენი წარსული ადამიანი. მაგრამ აქ წარსული და ამ დროს აქ თქვენ დაიბნევით ძალიან და საერთოდ გაიქცევით სიტუაციებიდან და გაიქცევით რას ნიშნავს, რომ ახლა კი არ გაიქცევით, მაგრამ აი სრულ ქაოსში და გაურკვევლობაში ჩავარდებით, აი მარტო გახვალთ რო იტყვია რა და აქ მაღალი ძალები გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეხლა უყურე სივრცე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ თქვენ ენერგეტიკულად მოგეცემათ ძალა, გეუბნებიან, რომ წარსული დაასრულე, ის მტკივნეული ეტაპი, მოკლედ მოხდება ის, რომ ახალი ადამიანი და ეს ძველი ადამიანი ერთდროულად შემოდიან და რომელიც გაჩერებული იყო. კი ბატონო, და ამის გამო მოხდება თქვენი არეულობა თავში. და მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ შენ ცხოვრება უნდა შეიცვალოს, ეს იქნება საბოლოო გარდატეხა და გამოცდა, რას იმოქმედებ, გამიგეთ, მაგრამ აქ აი ნახეთ როგორი ის არის საინტერესო გაშლა, იმიტომ ამ ახალ ადამიანთან თქვენ გელოდებათ თანაცხოვრება. ეს ახალი ადამიანი არც ისეთი ახალი ადამიანია, რომ ეს მთლად ეხლა გაგეცნოთ. ეს ადამიანი იყო, ანუ არსებობდა თქვენ სივრცეში მანამდეც, უბრალოდ ეხლა გამოამჟღავნებს ეს ადამიანი თქვენ და ემოციას. ეს ძველია თუ ახალია?
და ანუ ყველა ვარიანტში გეუბნებიან მაღალი ძალები გამოგიყვანენ რა ამ სიტუაციიდან. ესე იგი აზრი რაში დევს ახლა უყურეთ. 2 თვის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში სტაგნაცია სრულდება ყველა ვარიანტში. ის კომფორტის ზონა რაშიც ახლა იმყოფებით ხდება მანდიდან გამოსვლა. მაგრამ სრული კარეულობა მოხდება როგორც ასეთი. ახალი ადამიანი მოვა თქვენ ცხოვრებაში ამავდროულად როგორც კი აქ რაღაცა ისქნება, ეგრევე შემოიჭრება ძველი ადამიანს. ავტომატურად ეთქვა ენერგიებს გადართავთ ახალ ადამიანზე და ძველიც ბრუნდება. მაგრამ ნახე როგორი სიტუაცია, აქ მაღალი ძალები განიშნებენ, რომ მიიღე ახალი, ყველანაირად აქ დაბნეულობას გამოიწვევს ეს მიწიერ მდგომარეობაში თქვენთან ეს სიტუაცია. და აქ მაღალი ძალები მოგცემენ ნიშანს, რა ნიშანს მოგცემენ და ემოციურად იგრძნობთ, სიძლიერეს იგრძნობთ ამ ახალი ადამიანისაგან და ასევე ვთქვათ, ენერგიას იგრძნობთ, რომ ის ძველი უნდა დასრულდეს. და ეს ახალი ადამიანი არის მონათესავე სული თქვენი, რომელიც გამოგიყვანთ მარტოობიდან, ჩემო ძვირფასებო. სადაც დიდი ხანი შეიძლება იყავით გაჩერებული, წარსული გამოცდილებების გამო. და სხვათა შორის ეს ახალი ადამიანი კი ეს ეს ახალი ადამიანი იქნება თქვენი ოცნების ადამიანი. და ნახეთ, თქვენ იმდენად გაიზარდეთ, იმდენად დაბრძენდით, რომ თქვენი სიბრძნე გამოგიყვანთ აი ჩიხური სიტუაციიდან, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, ბოლო გამოცდა და გაკვეთილი შენს ცხოვრებაში. აი ესეთი ინფორმაციაა მომავალი 2 თვის მანძილზე, ძვირფასო ადამიანებო. თუ იყო თქვენი გაშლა, გელოდებით კომენტარებში, უпростоრად ლაიქებში, ენერგომიმოცვლის სახით დალაიქეთ ვიდეო და თითოეული კომენტარისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თითოეულ ფერთაგანს გიგზავნით სიყვარულს, სითბოს, გისურვებთ ულევ პოზიტივს თქვენ სულში, ოპტიმიზმს და სიხარულის ენერგიებს, ქალბატონებო, რომლებიც ავტომატურად იგზავნება სამყაროში და რა თქმა უნდა გვიბრუნდება უკან ჩვენ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. წარმატებული და ბედნიერი ხვალინდელი დღე მინდა რომ გისურვოთ.